წინა ვიდეოს კომენტარებში მოკლედ, თუმცა საინტერესო დისკუსია მოყვა, მინდა რომ ოდნავ განვავრცელო ეს საკითხი და ერთგვარი პასუხიც გავცე კომენტარს. პირველ რიგში იმის დასადასტურებლად თუ რატომ თვლი მე რომ ნებისმიერ საკითხში წარმატების მისაღწევად იმ მიღწეული შესანარჩუნებლად და ახალი მიზნისკენ სწრაფისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის ნებისყოფა, ძალიან მარტივ და ზოგად მაგალითს მოვიყვან. ავიღოთ მაგალითად ორი სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ სამედიცინოზე. ორივეს აქვს ერთი მიზანი, გახდეს ქირურგი. თავიდანვე იციან, რამ ხელა გზაც უნდა გაიარონ, რამდენი წინააღმდეგობა და სირთულეც უნდა გადალახონ, მზად არიან ამისთვის. სწავლას იწყებენ ერთნაირი შემართებით, ენთუზიაზმით, მიდიან თანაბარი ტემპით. ჩვენ ხო ვამბობთ, რომ პატარ-პატარა გამარჯვებები არის მნიშვნელოვანი, რომ შედეგები დავინახოთ. ამ შემთხვევაში გამარჯვებები რა არის? პირველი კურსის წარმატებით დახურვა, მეორე კურსის გამოცდების წარმატებით ჩაბარება, რეზიდენტურის წარმატებით გალა და ასე შემდეგ, ხო? ამ დაბრკოლებებს, ამ წინააღმდეგობებს უმკლავდებიან წარმატებულად, ორივე თანაბრად. პირველი სტუდენტი მიდის ბოლომდე და ხდება ქირურგი, მეორე სტუდენტი სადღაც ჩერდება. რა მოხდა მეორე სტუდენტის შემთხვევაში? დაიღალა, უნარები აღარ აქვს, ძალა აღარ შესწევს, დრო აღარ რჩება, სწავლა აღარ შეუძლია. რა მოხდა ამ შემთხვევაში? ამ ხელა გზა გამოიარა, ამდენი სირთულე გადალახა, ამდენ რამეს გაუმკლავდა, ამდენი იშრომა და გაჩერდა. რა პასუხიც არ უნდა მოვძებნოთ? ნებისმიერიდან შესაძლებელია გამოსავლის პოვნაც, მაგრამ უბრალოდ ნებისყოფა აღარ დარჩა. ნებისყოფა აღარ აქვს ამ ადამიანს და ამიტომაც გაჩერდა. და ამ ნებისყოფასთან ერთად დაკარგა ყველანაირი უნარი, ყველანაირი რესურსი ამოეწურა. თორემ ჩვენ რეალურად ადამიანები რომ დავფიქრდეთ, რამდენი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, მე აღარ ვიტყვით, რომ ეს აღარ შემიძლია, ის აღარ შემიძლია და ამის უნარი აღარ შემწევს. უბრალოდ არის რაღაცები, რაშიც ზოგს ნაკლები ძალის ხმავა ჭირდება, ზოგს მეტი. თავარი არის ის, ჩვენ რას მივცემთ ზედაპირზე ამოტივტივების საშუალებას. ნებისყოფასთან ერთად მიზანიც დაკარგა უკვე. აი ის რისთვისაც უშრომია ამდენი ხნის განმავლობაში, რისთვისაც უბრძოლია, რაც მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, დაკარგა უკვე, გაუფასურდა მის თვალში, იმიტომ რომ ნებისყოფა აღარ დარჩა და მორჩა, ჩამოიშალა მთლიანად. მაგრამ თუ აი ამ ნებისყოფას მოიკრებს, გამოძებნის სადღაც გაასმაგებული ძალებით შეუძლია, რომ ყველაფერი გადალახოს და ყველაფერს მიაღწიოს. სწორედ ამას გულისხმობ მე და ამიტომაც ვთვლი, რომ ნებისმიერ საკითხში, გონებრივი იქნება, ფიზიკური იქნება, ნებისყოფა არის წამყვანი. გაქვს ნებისყოფა, შეგიძლია ყველაფერს მიაღწიო, არ გაქვს ნებისყოფა, ვერაფერსაც ვერ მიაღწევ. კომენტარებში რაც უწერია ნინოს, იმდანად არგუმენტირებული და სწორია ამავდროულად თან, რომ მე რო არ დავეთანხმო, თან არ შემიძლია. და ვთვლი, რომ ჩემი გადმოსახედიდან მე ვარ სწორი, ნინო თავისი გადმოსახედიდან არის სწორი, შესაძლოა კიდევ არსებობდეს სხვა ადამიანი, რომელსაც თავის შეხედულება აქვს და ისიც მისი გადმოსახედიდან იყოს სწორი. ერთმანეთს ხელს არ უშლის, მე ვფიქრობ. მაგრამ ამ შემთხვევაში, აი კონკრეტულად ნინოს შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ნინოს აქვს რაღაც გარკვეული მიზანი, აქ წერტილს ხედავს და იმ წერტილთან უნდა მივიდეს აუცილებლად. ამ გზით, ფეხს წამოიკრავს, წაბურძიგდება, წაიქცევა, რაღაცა შეეჯახება, სულ ერთია. ის აუცილებლად მივა იმ წერტილში. იმდანად ჭარბად არის მასში ეს ნებისყოფის ოკეანეში ცურავს, რომ არა ჩემი მონოლოგი ალბათ ამ სიტყვის არსებობის შესახებ საერთოდ არც გაახსენდებოდა. მაგრამ როგორც კი ნინო მივა იმ წერტილში, გარედან მაყურებლებს შორის ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდება ისეთი, რომელიც ეტყვის: ვა, ნინო, შენ სად მისულ ხარ? ყოჩაღ ეს როგორ მოახერხე, როგორ შეძელი? მე ამას ვერ შევძლებდი. მე ამდენი ნერვები არ მაქვს. მე ამდენი ძალისხმევა არ მაქვს. მე ამდენი უნარები არ გამაჩნია. მე ამდენი ძალა არ მაქვს. ამდენი ნებისყოფა არ მაქვს. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ნებისყოფა, იმიტომ რომ რეალურად ყველას გვაქვს ყველანაირი რესურსი. და ამ ნებისყოფაზე საუბრობ სწორედ მე ამას გულისხმობ. აი ერთ მაგალითს მოვიყვან კიდე. რო ამბობენ ადამიანები რაღაცის სწავლა არ შემიძლია. აი მაგალითად მე არ შემიძლია უცხო ენის სწავლა. ნებისყოფა თუ გაქვს იმის, რომ ყოველ დღე დაჯდე, იმეცადინო რაღაც გარკვეული დრო დაუთმო ამ უცხო ენის სწავლას, ბოლოს აუცილებლად ისწავლი. როგორ რთულადაც არ უნდა გეჩვენებოდეს, აუცილებლად ისწავლი. მონდომება, ხო ვთქვათ, შეიძლება იყოს მონდომება, მაგრამ მონდომება რამდენი ხანი გაგიძალებს, ასე ვთქვათ, 2 დღე, 2 კვირა, 2 თვე, მაგრამ სადღაც იწურება ეს მონდომება. ნებისყოფა არის მთავარი მაინც. ეს თამარის მონოლოგებია, გამომიწერე და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.